განსაკუთრებული ვალია, რომ თითოეული მტკაველი ამ ქვეყნის იყოს კარგად გაკეთებული. ამავე დროს, როცა იყურებ ვერტფრენიდან, ხედავ რამდენად ლამაზია და თვალწარტაცი ჩვენი ქვეყანა და რამდენად უფრო ბევრია გასაკეთებელი. ხედავ რომ მიწის ნაწილი კიდევ დაუხნელია და დაუმუშავებელია და ეს ცოტა მიწა რომელიც გვაქვს ბოლომდე დამუშავებული იყოს. მიწის დამუშავება ნიშნავს უფრო მეტ შემოსავალს ჩვენ ოჯახში. მაგრამ დღემდე თავარი ჩემთვის პოლიტიკური მეცნიერება მოდის ილია ჭავჭავაძესგან. ამას წინათ ერთ-ერთმა ჩვენმა ჟურნალმა ტაბულამ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის წერილები და გამოუგნებელია რამდენად თანამედროვე აზროვნებს ილია ჭავჭავაძე. გამოუგნებელია როგორ წერს ის მაგალითად ეთნიკურ ჯგუფებს და რელიგიაზე. როგორ წერს ქართულ ღვინოზე, წერს იმაზე რომ ქართველებს გვაქვს საუცხო, საუკეთესო ღვინო მსოფლიოში. მაგრამ უნდა ვისწავლოთ ამ ღვინოს ჩამოსხმა, ამ ღვინის შენახვა, ამ ღვინის გატანა ბაზრებზე. როგორ მუშაობდა იქ ჩვენ საბანკო სექტორზე, აი გუშინ გავხსენი ულამაზესი ბანკი და საქართველოს ბევრი იხსნება, მაგრამ როგორ ზუსტად ესმოდა ილია ჭავჭავაძის ქართული ფინანსური სისტემის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამიტომ საქართველოში არის რამდენიმე ტბა, უკვე არსებობს ლოპოტა, არსებობს ყვარლის ტბა და ბევრი ფიქრის შემდეგ ჩვენ ყვარელ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტეთ რომ არაფერი ასე არ უხდებოდა ამ ტბის სახელს, როგორც ილიას ტბა, იმიტომ რომ ეს ტბა არის განსაკუთრებულად ლამაზი და განსაკუთრებულად მიმზიდველი. მომავალი წელი იქნება კახეთის წელიწადი საქართველოს, ესე იგი მომავალ წელს იქნება უფრო მეტი აღშენებობა კახეთში, ვიდრე ყოფილა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ბოლოს 7-8 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ გენეტიკური კოდი ქართული სახელმწიფოებრიობის არის შექმნილი ალაზნის ველზე. გენეტიკური კოდი ქართველობის არის ჩვენ ამბანთან ერთად შექმნილი, ჩვენ ვენახთან ერთად შექმნილი. აქ ალაზნის ველზე კახეთში ამ ტრებისგან შედარებით დაცული მთების მეორე მხარეს ამ ნოყიერ განსაკუთრებულ მიწაზე ამ განსაკუთრებული ნიჭიერების, განსაკუთრებული შრომის მოყარეობის, განსაკუთრებული პატრიოტიზმის მქონე ადამიანების. ამიტომ ჩვენ ყველანი დანარჩენი საქართველო, როგორც კახეთი ყოველთვის მიდიოდა საქართველოს დასახმარებლად, კახეთი ქმნიდა საქართველოს, კახეთი იყო მისი ბურჯი, დანარჩენი საქართველო ახლა უნდა მოვიდეს კახეთის ფეხზე დასაყენებლად, კახეთის ასაღორძინებლად, თითოეული კახელისთვის მომავლის მისაცემად, ეს არის ჩვენი თითოეულის ძალიან წმინდა ვალი. ჩვენთან სიღარიბე 52% იყო, ყოველი მეორე ქართველი იყო ღარიბი ვარდების რევოლუციამდე. ახლა ოფიციალური ციფრები დაყვანილია ეს 17%. ესე იგი, დაახლოებით ყოველი მეხუთე ცოტა უფრო ნაკლები ქართველია ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. მაგრამ მე ბევრი ასეთი ღარიბი ოჯახი მინახავს და ბევრი მათგანი უბრალოდ შეგუებულია სამწუხაროდ ამ მდგომარეობას. ბევრი მათგანს აქ ხელი ჩამოშებული. და მე ვიფიქრე, როგორ უნდა გამოვცვალოთ ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ სოციალურ დახმარებას უნდა გაუზავნოთ, პენსიები უნდა გაუზავნოთ, რაც შეგვიძლია რა თქმა უნდა. და ვიფიქრე, რომ ბავშვი, რომელსაც აქვს კომპიუტერი, რომელსაც პირველივე კლასში ასწავლის ამერიკელი, ინგლისელი, ავსტრალიელი მასწავლებელი ახალი მეთოდებით და მათ მასწავლებელთან ერთად ამას აკეთებს. რომლის მასწავლებელი იღებს მეტხელფას, იმიტომ თუ მასწავლებელი ჩააბარებს გამოცოს 1000 ლარი და მეტი შეიძლება კონდეს. ის ბავშვი სულ სხვანაირად შევა სახლში. ის ბავშვი ამ ღარიბ ოჯახში ზო დაბრუნება თავისი ამ ნეტბუქით, პატარა კომპიუტერით, ითამაშებს ამ თამაშებს, ეტყვის თავის ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ქართულად ელაპარაკება, მაგრამ ცოტა ტაიტრაღერხებს და ეტყვის how do you do და ასე შემდეგ. ის საერთოდ სხვა ფსიქოლოგიის შემტანი იქნება თავის ოჯახში. ყველა მხრიდან უნდა ურტყათ სიღარიბეს, გარდა იმისა, რომ პერსპექტივა უნდა მიცეთ ჩვენ ბავშვებს. ჩვენაც სიღარიბის არ გვემეტება არც ეს ბავშვი და არც მისი 80 წლის დიდი ბებია და დიდი ბაბუა. იმიტომ რომ ბებია ჩემიც არის 80 წელს გადაცილებული. და მე ძალიან დიდი სიმპათია მაქვს ამ თაობის, რომელიც აქამდე მოგვიყვება. არაფერი უფრო მაღალი არ არის, ვიდრე თავისუფლება. აი ეს ყველაფერი რაც კეთდება საქართველოში. ეს ტბა, განახლებული ყვარლის ცენტრი თავის მუზეუმებით, ნეკრესი, გრემი, ყველაფერი აქ რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ბოლო წლებში და ყველაფერი რაც კიდევ გაკეთდება. ეს ყველაფერი არის საქართველოს თავისუფლების პირდაპირი შედეგი. ეს ყველაფერი არის ჩვენი დამოუკიდებელი ერის მუხჩაუხრელი შრომის პირდაპირი შედეგი. ყოველთვის ამბობდნენ ადრე, აი რაღაცეები დავიწყეთ შეხება 2005 წელს თბილისის ცენტრში. ამათ მარტო თბილისის ცენტრი აინტერესებს და იმის იქით თავის ცხვირის იქით არ იყურებიან. შემდეგ გავაგზავნეთ რა თქმა უნდა თბილისის ცენტრი, იმიტომ რომ არც ერთ ეპოქაში არასდროს თბილისში არც ერთი მეფის, არც ერთი მთავრობის, არც ერთი დამყრობლის თუ დამოუკიდებელი საქართველოს პატარა პერიოდების დროს ამდენი არ გაკეთებულა და აშენებულა როგორც ბოლო 5 წლის განმავლობაში და შემდეგ 2 წელიწადში აშენება იმაზე ორჯერ მეტი ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში. აი აქ მთაზე შენდება წარმოუდგენელი სილამაზის ახალი სასტუმრო. და ამ სასტუმროს აშენებს ერთი ადამიანი, რომელიც მე ახლახან გავიცანე სრულიად, გია პირადაშვილი. და რატომ მინდა ამ ადამიანზე ვილაპარაკო? იმიტომ რომ გია იყო
წარმოიდგინეთ, 2006 წელს რუსეთმა გამოგვიცხადა ჩვენ ემბარგო. ძალიან ბევრმა ეგრევე ჩამოუშვა ხელი. გვიხოთ დამთავრდა ჩვენი საქმე, არაფერი აღარ იქნება, მივიხილოთ, დავიხუროთ ხუდი, სხვა რაღაცა გავაკეთოთ. სწორედ ეს პერიოდი იყო, როცა გიამ დაიწყო ბიზნესების კეთება ღვინის დარგში. ჯერ შექმნა თელიანის ველი, რომელმაც მიუხედავად რუსეთის ემბარგოსი, შექმნა ყველაზე კარგი დისტრიბუციის ქსელი ახალ ქვეყნებში, ახალ ბაზრებზე, ახალ გასავალზე და პრაქტიკულად ნოლიდან აწყობილმა კომპანიამ, რომლის შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ ხარისხზე და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა სადაც წახვალ სოფლიოში ყველგან არის გიას შექმნილი თელიანის ველი, ესე კახეთის გასავალი სოფლიო ბაზრებზე, ესე იგი თითოეული ჩვენი ოჯახისთვის უკეთეს გამოსავალი. მერე გადავიდა მეორე კომპანიაზე. მერე შექმნა მეორე კომპანია, რომელიც ასევე და თავის შატო ააშენა, რომელიც დღეს მუშაობს და განავითარა და გაყიდა და გადავიდა შემდეგ კომპანიაზე. ეხლა ააშენა ისეთი შატო თელავში შუამთასთან, რომელიც მე ყოფილი ვარ, ბევრი მიმოგზაურია საუკეთესო სასტუმროებში, საფრანგეთში, ესპანეთში, აი ეს ძველებური შატოები როა. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ და არ დამიწყონ ეხლა ის, რომ სააკაშვილის ტრაბახმა ტვინი წაჭამა. იმიტომ რომ ამას ამბობენ როგორც წესი ის ხალხი, რომელიც არც აზიან არის ისედაც ცხოვრებაში. ნამდვილად ესეთი შატო როგორც შუამთაში გააკეთა გიამ, მე არ მინახია არც ერთ იმ ქვეყანაში. რატო იცით? იმიტომ რომ სიყვარული და გულით არის გაკეთებული. პროექტი მისია ყველა ავეჯის ნაწილი საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული ამ კაცს. ყველა კერძი არის მისი რეცეპტით დამზადებული. და აი არაფერი არ არის ისე სხვათა შორის შეთითხნილი. ესა და როცა ვკითხე რა იყო შემდეგ გეგმები, ამ სასტუმრო ეს დამთავრებული, ეხლა აკეთებს გრემის გვერდზე, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ და იქ კიდე მიდის აღდგენით ჩამოშევები, ახალ სასტუმრო კომპლექსს და აქ აშენებს ისეთ ლამას შატოს ტბის თავზე, რომ მარტო ამ ტბის სანახავად და ამ შატოს სანახავად ჩამოვა ძალიან ბევრი უცხოელი.